23 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამით ამერიკაში მოხვედრა სცადა. ესენი იყვნენ თინა ფეტრიაშვილი, გეგა კობახიძე, ძმები კახა და პაატა ივერიერები, გია ტაბიძე, სოსო წერეთელი და დათო მიქავერიძე. გულუბრ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რასაც რიცხვებიც მოყვა როგორც ეკიპაჟის წევრებს, ისე მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარდგა. მათ შორის იყო მამა თევდორე, იგივე თემურ ჩიხლაძე, რომელიც ზემოხსენებული ბიჭების მეგობარი და მოძღვარი იყო. როგორც მწერალი დათო ტურაშვილი ამბობს, სასამართლო პროცესი ერქვა, თორემ სინამდვილეში სასამართლო არ არსებობდა, როგორც სამართალი და არსებობდა მხოლოდ პროცესი, რომელიც დანიშნეს გამოძიების დაწყებიდან ზუსტად 9 თვეში, ისე რომ მოწვევის უმრავლესობა დაკითხულიც არ ჰყავდათ. აშკარა იყო, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ძალიან ეჩქარებოდა თვითმფრინავის ბიჭებისთვის განაჩენის გამოტანა. პროცესი დაიწყო 1 აგვისტოს. რამდენიმე დღის შემდეგ კი განაჩენის დღეც დაინიშნა. 13 აგვისტო 1984 წელი. მოსამართლე მოგზანდება. შემოიყვანეთ ჯანმრთელობები. ეძნება უხდება. თუნდაც რაიმე სათქმელი მათ ან მათი დაცვის ქვეშ ყო ბრალდებლებს არ მომაგდიო. მე ვიყავი და ვარ ამ ადამიანების მოძღვარი და ამიტომაც მთელი პასუხისმგებლობა იმის გამო რაც ამ ადამიანებმა შეგვიძლია. ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან და კიდევ შეუძლიათ საშუალო სისტემების გამოყენება. მათ კიდევ შეუძლიათ გამოვაჩინოს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას და ამიტომაც ვთხოვთ. მოიქნებით მართლმად სასტიკები. იფიქრეთ იმაზე, თუ საკმარისია ის მსხვერპლი და სიკვდილი, რაც მათ ნამის მოყვარს. და თუ მაინც და მაინც კიდევ სწორია რომ ეს დამნაშავე სიკვდილი. მე ვარ მთავარი დამნაშავე და იქნებ ჩემი დასჯა საკმარისი იყოს ამ ახალგაზრდების გადასარჩევად. რომ არ გახსოვდა რა ისე. სახში ძველი საქართველოს რუკამა, სადაც იგვის ყველა სოფელი და ეკლესია აღაშვა. სოფელი დავიღოთ. მე კი ყველაზე მიღებულ ადგილს ამორჩევ და იქ დავჩინე. მე თინა ვარ, თინა ფეტრიაშვილი. მე მინდოდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არაა ჯარი და პოლიცია მოძღვარი. სადაც სიყვარული არაა აკრძალული. ეს გეგას უნდოდა და მეც. გეგასთან ერთად მინდოდა. თავისუფლება მინდოდა, ამიტომ არაფრის მეშინოდა. არც გაფრენის, არც სიკვდილის და არც იმის, რომ იარაღი მე უნდა შემეტანა. იმიტომ არ მეშინოდა, რომ სიყვარულის არ მეშინოდა. თუმცა ახლა ყველაფერი დამკვიდრდა. რადგან ჩემთვის განაჩენი სასამართლოს დაწყებამდე გამოიტანეს და აღასრულეს. ჩვენ გაფრენა გვინდოდა. შორს, ძალიან შორს ამ ბოროტებით სავსე სამყარო. ძალიან შორს. მაგრამ უმსხვერპლო. სხვა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე არა. ხმა მოიგე, ასე უხთოდ რამ გაგაჩუმა. რატომ უარი არ თვითავიდან შვილო ამ ადვოკატს? ხმა მოიგე. როგორ არ წვენია აი რა თქმა უნდა, ჩემს თავს დამნაშავედ ვცნობ და არავისთვის არ არის სასიამოვნო, რომ იყოს დამნაშავე და ბოროტ მოქმედი. არც არაფერი ამაში საამაყო არ არის და რა თქმა უნდა, ნანომ რაც მოხდა. ეს ატაიურები, როგორც ამბობ, თვითმფრინავში, ყველაზე აგრესიულად მევიცნობ. ვიროდი და ვიგინებ, მხოლოდ ერთი მინუტი. საუბრობს, თუ არ შეეშიფოთ ჩვენი სპეცაზის გამოჩენამდე, ისინი თვითონ გაგვიწყდებიან. ჩემი აზრით, ამით ხელისუფლებაზეც მოქმედება.
ისინი უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ თვითმფრინავის გამტაცებელები იყვნენ ნამდვილი ბანკირი და არა რომანტიკოსი სტუდენტები. ტრაპიდან ჩამოსვლისას დადების თანაშრომლებმა ცეცხლი გამოსცეს. სპეციალურ დასაწყისს. ისინი თავიანთი სხეულებით გადამეფარნენ და ამით თავიანთი პრესტიჟი დაიცვეს. თორემე რა. საბჭოთა კავშირიდან გაქცევა ერთის ჩემს გამოგადაიდა. რადგან ჩემო უფროსმა ძმამ უჩვენდა ქვეყნის დატოვებაზე უარი. ახალი უნრაუნდა რაც ყველა მოციქული რაც მოხდა იმის მეტი არც არაფერი. სწორედ ამიტომ სათქმელიც აღარ ეფი. მე კახაივერიელი ვარ. მე და ჩემი უმცროსი ძმა პაატა პროფესიით ექიმები ვართ. საბჭოთა კავშირის დატოვება ჯერ კიდევ შარშან მინდოდა, მაგრამ ჩემი ძმის გარეშე არ მინდოდა ეს მომხდარიყო. ჩვენი სურვილი იყო წავსულიყავით ჯინსების ქვეყანაში, თავისუფალ ქვეყანაში. სადაც გვექნებოდა უფლება და საშუალება საკუთარი კლინიკის გახსნისა, საკუთარი შეთანხმებების მაქსიმალურად გამოვლენისა, თავისუფალი შრომის. რა უნდა ვთქვა? თვითმფრინავის გატაცება, რაც არ უნდა კეთილშობილური განზრახით ხდებოდეს, მაინც დანაშაულია. მით უმეტეს მაშინ, როცა ის მსხვერპლს თავდება. პასუხისმგებლობას არ გავუღვივართ. ჩვენ ძალიან გვინდოდა გაფრენა და გავფრინდებით. გავფრინდებით ძალიან შორს. ამ ბოროტებით სავსე სამყარო. პოლიტიკა არასოდეს მაინტერესებდა. არც კი მესმოდა მისი არაფერი. მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა ცხოვრებაში. რაც შეიძლებოდა ხმარ შემესწავლა რელიგია. ვფიქრობდი უკანონიზებით ამერიკაში მოხდეს. რადგან კანონიზება ჩემთვის არსებობდა. და არსებობდა ეს თუ კანონიზება. მედი თავისად თავაზობდა და მეც მივხვდი იმას. ხოლო მას ეზიებისა და უტანცის უცე არსებობდა და არც მსმენია. ჩემ მეცინახს პროგრეს მას და იახსოვდეს. ოდიშ წარმოიხდი? ძალიან მიჩის ლაპარაკი და რა ვიცი. მე ვერ ვიტყვი. არა მაქვს პირამის უფლება, რომ სუდარ გამოჩნდება. შეურაცხყოფის მიყენება იქნება, რომ თხოვება პატივი. აბა როგორ თხოვება? პატივი. ეროვნულ პროცესზე დაიკითხება უკანასკნელი მოწმე. ხო. მანი ტრაგედიის დღეს მგზავრთა შორის იმყოფებოდი. თქოს გაიცნეს რა ხდებოდა იმ დღეს თვითმფრინავში. ცუდი ამბავი იყო შვილებო. ძალიან ცუდი. მაშინაც აქ თბილისში საავადმყოფოში ვიწევი. ცოტა რომ მოვიკეთებ სახლში წასვლას ავშკარებ. ცოლმა თვითმფრინავი საქმეზე ილაპარაკეთ თუ შეიძლება. საქმეზე კიდევ იმას მოგახსენებთ, რომ რაც აქ მოვისმინე ყველაფერი მართალია. აი გუგლი არ მახსოვს იმ თვითმფრინავში, რომ ისინი კი ნამდვილად მახსოვს და ან კი რა დამავიწყებს. ისეთი ამბავი ტრიალებდა, რომ ერთსაც ამოსვა. ესე იგი ადასტურეთ, რომ ეს ბრალდებულები იყვნენ სწორედ ისინი, ვინც თვითმფრინავის გატაცებას ცდილობდნენ. ხო მოგახსენოთ უბრალოდ ესენი მახსოვს. ხდელი კი არ მოგონია. თუ ადასტურეთ, რომ სწორედ ეს ტერორისტები ცდილობდნენ იმ თვითმფრინავის გატაცებას, რომლის მგზავრის თქვენი ყავთ. ეგენი იყვნენ, უბრალოდ ტყუილი, როგორ ავთქვა? ადასტურეთ, რომ რაც მცდელობას ხერხი მოყვა. ხერხი როგორ არ მოყვა კაცო? დახოცილებიც იყვნენ, დაჭრილებიც და ისეთი დანაწილებიც, რომ წამოვიდა ზემოდან თვითმფრინავი. ხალხი ისე აიძულა, რომ თუ შეგიძლიათ რომ კონკრეტულად გითხრათ, განსაჯერები და რომელი მათგანი იყო შეიარაღებული და რა ტიპის იარაღი გაიცნო გამტაცებლები მგზავრების მიმართულებით. ამათ რა ეკავთ უბრალოდ არ ვიცი, იმიტომ რომ გლეხი კაცი ვარ და ეგეთებში ვერ ვიყავით, მაგრამ რო დავჯექიდა, გარედან ჯარი რომ გვესროდა, იმას სულ ავტომატები ეჭირა. ესე იგი ადასტურეთ, რომ ბრალდებულები შეიარაღებულები იყვნენ. ესენი? მაშინ როგორ კაცო, უიარაღო თვითმფრინავის გადაცება სადგაგონი. თუ შეგიძლიათ კონკრეტულად გითხრათ, კონკრეტულად, რომელი მათგანის გასვლას მოყვა რომელიმე მგზავრის გარდაცვალება, ან სხეულის დაზიანება, ან დაჭრა. კი უბრალოდ. აი ეგ დავინახე, იმიტომ რომ ტელევიზორში მტყავს ნალახი და იმ ფილმში რა ქვია. არ მახსოვს. იარაღი თუ გახსოვთ, როგორი იარაღი ეჭირა ტერორისტს. მაგას უბრალოდ გვალი ბომბი ეჭირა. მეორეში მეორეში თქო
თქვა უფროსო? დიახ, ყველაფერი უნდა თქვათ, რაც იცით და გახსოვთ. აქ სწორედ ამისთვის ხართ. საქმის გამოძიებისთვის არის ყველა დეტალი ძალიან მნიშვნელოვანი. მეორეში ჭიქა ეჭია. ჭიქა? რა ჭიქა? ჩაულებრივი ჭიქა იყო და ვინც ცუდად იყო იმათვის წყალი მოქონდა მხოლოდ. მე მეც არ მომიტანა და ცოტა მომიხედა. მერე? რაღა მერე უფროსო? ამათი სიკვდილიც ხომ ცოდვა იქნება. ალბათ. მოსამართლე გადის განაჩენის გამოსატანად. ჩვენც უნდა ავდგეთ. მოსამართლე მოგწონდება. ჩვენ მიერ წარმოებული საგამოძიებო საქმიანობის შედეგად საბოლოოდ დადასტურდა მომხრე დანაშაულში მხილებული პირების ბრალეულობა. რის საფუძველზედაც უფლება გვაქვს გამოვიდანოთ განაჩენი, გაგაცნოთ საბრალდებო დასკვნას. თეიმურაზ ვლადიმირზე ჩიხლაძე. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 78 მუხლით, მე-19 და 252 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-19 და 84 მუხლის პირველი პუნქტის განხორციელებას. რისთვისაც შეეფარდა სარჩელის უმაღლესი ზომა დახვევა. ვაიმე შვილო, ეს უსამართლობაა. ჩემ შვილს არავინ მოუკლავს. ჩემი შვილი მკვლელი არა, მას ხომ იარაღიც არ სჭერია ხელში. ეს უსამართლობაა, ვაიმე შვილო. ახა ვაჟასწე ივერიეს, ატა ვაჟასწე ივერიეს, გერმანე მიხეილ ზეკობახიძეს შეეფარდა სარჩელის უმაღლესი ზომა დახვევა. თინათინ ვლადიმირის ასულქეთვიაშვილს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, ჩვეულებრივი რეჟიმის მოხდით. არა, მეც დამხრიდეთ, გთხოვთ, დამხრიდეთ. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრება საფერებილებაა.
გაჩენის გამოტანიდან ზუსტად თვე ნახევარში 3 ოქტომბერს თვითმფრინავის ბიჭები დახვრიტეს. 30 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისელი ახალგაზრდების მცდელობა საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევისა ტრაგედიით დასრულდა. ამ ისტორიაზე ბევრი დაიწერა, გაკეთდა არაერთი გადაცემა, დაიდგა სპექტაკლი, მაგრამ 30 წლის წინამდე ლიარა ვერ მოშიშდა. მრავალი შეკითხვა დღესაც პასუხგაუცემელია. საზოგადოებრივი აზრი დღესაც ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი მათ ბანდიტებად, ტერორისტებად მიიჩნევს, მეორე ნაწილი გმირებად. ისინი საზოგადოების ელიტარულ ნაწილს წარმოადგენდნენ. საქართველოში მათ ბევრი იცნობდა. მიუწვდებოდათ ხელი ბევრი ისეთ რამეზე, რაც მიუწვდომელი იყო სხვებისათვის. და მაინც მათ აღარ სურდათ ძველებურად ცხოვრება და გადაწყვეტას გაქცეულდნენ საბჭოთა კავშირში. ისინი შეეცადნენ თვითმფრინავის გატაცებას. ასეთი გზით ცდილობდნენ გადასვლა ჯერ თურქეთში, იქიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში. რატომ სურდათ საბჭოთა მოქალაქეების ერთ ნაწილის ქვეყნიდან გაქცევა? მით უმეტეს იმ ნაწილს, რომელიც ცხოვრებით განებივრებული იყო და მატერიალურ შევიწროებას არ განიცდიდა. ამაზე პასუხს გაგვცემს საბჭოთა სახელმწიფოებში არსებული ვითარებისა და პოლიტიკური რეჟიმის გახსენება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი ზესახელმწიფოდ გადაიქცა. საბჭოთა ხელისუფლებამ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მარიონეტული კომუნისტური რეჟიმი შექმნა და დაიქვემდებარა. ასე შეიქმნა ეგრეთ წოდებული სოციალისტური ბანაკი. კომუნისტური საფრთხე ევროპის სხვა სახელმწიფოებს დაემუქრა. საბჭოთა კავშირი აგრესიული პოლიტიკას დაუპირისპირდა დასავლეთ ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. დაპირისპირება ომში გადაიზარდა. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში საბჭოთა კავშირის მსგავსად კომუნისტური იდეოლოგია გაბატონა. აქაც შეიზღუდა კერძო საკუთრება. აკრძალა პოლიტიკური პარტიების ფორმალური გახსნა არჩევნები, გაბატონა ცენზურა, ძალდატანები და მონური მორჩილება. საბჭოთა კავშირის დიდი გასახანი მიეცა სოციალისტური პატრიოტიზმის იდეას. პროპაგანდას უწევდნენ თეორიას, რომლის მიხედვითაც აქ ყველა ხალხი უნდა შერწყმულიყო. საბჭოთა ხალხი ერთობაში ყველაფერი დასავლური ან უარყოფილი იყო. ამ ბოროტებად ცხადდებოდა. დასავლეთი დემოკრატიული ქვეყნის სახით იქნებოდა მტრის ხატი. აწლეულები გადიოდა. საბჭოთა კავშირში კი არაფერი იცვლებოდა. საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ დისიდენტები. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მაიმაღლეს საბჭოთა სახელმწიფოში გაბატონებული უსამართლობის წინააღმდეგ. ისინი ლეგალური მშვიდობიანი საშუალებებით მოქმედებდნენ და ამხელდნენ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევაში. მოითხოვდნენ სიტყვის თავისუფლებას, დემონსტრაციას თავისუფლებას, ცენზურის შეგრილებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და სხვა. საბჭოთა ხელისუფლების დევნიდა დისიდენტებს. მათი დიდი ნაწილი ციხეებში გამოკეტა. ნაწილი შრომა გამოსწორების კოლონიებში, ზოგიც კი ფსიქიატრიულ კლინიკებში. დროთა განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემები იზრდებოდა. თეორია სულ უფრო მეტად წნევოდა სინამდვილეს. კომპარტიის ყრილობებსა და საანგარიშო მოხსენებებში ხოტბას ასხამდნენ არარსებულ წარმატებებს. კონკურენციის არარსებობის პირობებში ვეღარ ვითარდებოდა საბჭოთა ეკონომიკა. ხელისუფლების მთავარი ყურადღება პროდუქციის რაოდენობის ზრდასა და გეგმის გადაჭარბებულ შესრულებაზე იყო გადატანილი. რის შედეგადაც საბჭოთა რესპუბლიკაში გამოშვებული პროდუქციის ხარისხი სულ უფრო მეტად ეცემოდა. საზღვარგარეთიდან შემოტანილი მაღალი ხარისხის საქონელი კი ძნელად იშოვებოდა. რაც რო გადიოდა, სულ უფრო მეტი საქონელი ხდებოდა დეფიციტური. საბჭოთა ადამიანების ლექსიკონში სიტყვა ყიდვას სულ უფრო მეტად სვიდა სიტყვა შოვნა. მაშინ როცა საბჭოთა ეკონომიკა უკან მიდიოდა, ხელისუფლება არ ზრდავდა თანხებს გამალებული შეიარაღებისათვის. სამხედრო ხარჯები გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები. ასეთ ვითარებაში საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა. 1979 წელს ავღანეთისკენ დაზრა ჯარი და მისი ოკუპაცია მოახდინა. საბჭოთა არმიამ მრავალწლიან ომში აღმოჩნდა ჩართული. ავღანეთის ომმა არანაირი პოლიტიკური სარგებელი არ მისცა ქვეყანას, მაშინ როცა ზარალი აურაცხელი ხდებოდა. საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, მათ შორის საქართველოდანაც მოტყუებით დაჰყავდათ ახალგაზრდები ავღანეთის სასაკლაოზე. ავღანეთში დაწყებულმა სამხედრო კამპანიამ კიდევ უფრო დაამძიმა საბჭოთა კავშირის საერთაშორისო მდგომარეობა. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა და თავისუფალ ქვეყნებს მოუწოდა მის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების დაწესებისკენ. საბჭოთა სახელმწიფო სრულ იზოლაციაში მოექცა. იგი სწრაფი ტემპით მიექანებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისისაკენ. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ხელისუფლება არ ემჩნევდა შექმნილ მდგომარეობას და ძველებურად აღზევდა ქვეყნის მართვას. საბჭოთა იდეოლოგია კვლავ ამტკიცებდა საბჭოთა კავშირის უპირატესობას და ამის გასამყარებლად ახალ ლოზუნგს ქმნიდა.
საქართველოს ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება დიდი ზარზეებით ემზადებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისათვის აღსანიშნავად. ქართველი მარიონეტები ამით კრემლის ბინადართა გულის მოგებას და საკუთარი პოზიციების გამყარებას გეგმავდნენ. ამ ღონისძიების წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს ქართველმა დისიდენტებმა, მაგრამ ისინი მანამდე დააპატიმრეს, სანამ მათი ხმა ხალხის ფართო მართლობამდე მიაღწევდა. საქართველოში კიდევ უფრო ძლიერდებოდა რუსიფიკაციის პოლიტიკა. შემცირდა ქართულ ენაზე წიგნების ბეჭდა. აღარ არსებობდა ქართულ ენაზე შედგენილი რუკები. იზრდებოდა რუსული სკოლების რაოდენობა. ქართველების ერთ ნაწილს შვილები მათი მომავალი წარმატების უზრუნველსაყოფად რუსულ სკოლაში შეჰყავდა. სახელმწიფო დაწესებულებებში ქართულ ენასთან თანამედროვე რუსული ცვლიდა. თვით უმაღლეს საკუთრებაშიც კი ხდომების უმეტესი ნაწილი რუსულ ენაზე ტარდებოდა. ვინც გაბედადოდა ამ საწინააღმდეგო ხმას აიმაღლებდა, დისიდენტებად აცხადებდნენ და სჯიდნენ. ასეთი ვითარება იყო საქართველოში, როცა საინფორმაციო საშუალებებმა ხალხს თვითმფრინავის გატაცების შესახებ აუწყეს. ერთფეროვანი ინფორმაციასა და ცხოვრებას შეჩვეული საბჭოთა მოსახლეობისთვის ეს ამბავი მოწმენდის ცაზე მეხის გავარდნას გავდა. ხალხი გაოცებული იყო იმით, რაც მოხდა სახელმწიფოში, სადაც ტოტალური კონტროლის პირობებში საპროტესტო შეკრების მოწყობაც კი ვერ გაებედა. თვითონ ახალგაზრდამ თვითმფრინავის გატაცების გზით საბჭოთა საქართველოდან გაქცევა სცადა და რაც მთავარია, გაქცევა სცადა დემონსტრაციულად, ხმაურიანად, რათა რეზონანსი ამ მოვლენას მეტი ჰქონოდა და ბევრი ადამიანი დაეფიქრებინა, ვინ და თუ არა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრობდა. თვითმფრინავის გატაცებაში სულ 7 ახალგაზრდა მონაწილეობდა. გედა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა და პაატა ივერიელები და გია ტაბიძე. მართალია ამ პერიოდში გედა სულ რაღაც 21 წლის იყო, მაგრამ უკვე სამწუხაროდ მსახიობი იყო. თინა ფეტვიაშვილი გეგას მეუღლე სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდათ. სოსო წერეთელი და გია ტაბიძე მხატვრები იყვნენ. ძმები კახა და პაატა ივერიელები კი ექიმები. დათო მიქაბერიძე ხელოვნების აკადემიის სტუდენტი. მათი მიზანი საბჭოთა საქართველოდან დასავლეთში გაქცევა იყო. ისინი ბათუმში დაშვებამდე თვითმფრინავის უახლოეს კაპიტალისტურ ქვეყანაში თურქეთში გატაცებას გეგმავდნენ. 1993 წლის 18 ნოემბერს თვითმფრინავი თუ 114 თბილისიდან აფრინდა. მას უნდა შეესრულებინა რეისი თბილისი, ბათუმი, კიევი, ლენინგრადი. თვითმფრინავი 58 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. აფრინიდან 30 წუთის შემდეგ ახალგაზრდათაგან ერთ-ერთი, რომელსაც ხელში ხელყუმბარა ეჭირა, წამოდგა და გამოაცხადა, რომ თვითმფრინავი შეეცვლა კურსს. გზავრები კი მშვიდად უნდა ისტარებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიკვდილი ვერ უქნებოდა. ისინი აღჭურვილი იყვნენ სასროლი იარაღით. კახა ივერიელი, გია ტაბიძე და სოსო წერეთელი თვითმფრინავის კაბინეტში შეძლიდნენ. კახა ივერიელმა პირველად იარაღი თავზე მიადო და თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დასვლა უბრძანა. შეიარაღებული ადამიანების დანახვაზე შტურმანმა ვლადიმერ გასიელმა ცეცხლი გახსნა და მოკლა გია ტაბიძე. ხოლო კახა ივერიელი და სოსო წერეთელი დაიჭრნენ. თავდასხმებულმა სროლას სროლით უპასუხეს. ეკიპაჟის წევრთაგან დაიღუპა ბორტმექანიკოსი ანდრო ჭედია, ბორტგამყოლი ვალენტინა კურტიკოვა, დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა ინსპექტორი შარბათიანი. ასევე გარდაიცვალა მგზავრები სოლომონია აბოიანი, 17 მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. პირადად თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დასვა. სადგომისაკენ მიმავალ თვითმფრინავის სპეცდანიშნულების რაზმმა, რომელიც საგანგებოდ იყო მოსკოვიდან ჩამოყვანილი ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა 11 მგზავრი და გარდაიცვალა 1. ჩვეულებრივ სადგომზე მყოფი თვითმფრინავი ჯარისკაცებმა ალყაში მოაქცეს. მიქაბერიძემ შენიშნა თუ არა, რომ თვითმფრინავი არა საზღვარგარეთ, არამედ თბილისში დაუშვა თავი მოეძლა. გამტაცებულთან მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი ქაძანაია. გამტაცებულები მოთხოვდნენ თვითმფრინავის გაწყობასა და დაუპყროს გადაფრენას თურქეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდნენ. მრავალსაათიანი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ 19 ნოემბერს გამთენიისას სპეცნაზელებმა თვითმფრინავზე შტურმი მიიტანეს. ოპერაცია 20 წუთი გაგრძელდა. ის შედეგადაც მოხდა გამტაცებლის კანონმდებლობა და თვითმფრინავის გათავისუფლება. 4 დამნაშავე კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გერმანე კობახიძე და თინა ფეტვიაშვილი დააპატიმრეს. წელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისაგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. გამოძიება 9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საგამოძიებო საქმეში პროკურატურამ ახალი პერსონაჟი შემოიყვანა. ეს იყო ბერი თევდორე, ერისკაცობაში თეიმურაზ ჩიხლაძე, რომელიც თვითმფრინავის ბიჭების არამხოლოდ სულიერი მოძღვარი, არამედ მათი დიდი მეგობარიც იყო. იქ გამოძიების მიმდინარეობისას დააპატიმრეს. მას ბრალი წაუყენეს როგორც ბანდის მეთაურსა და გატაცების ორგანიზატორს. ბერი ფიქრობდა, რომ თუ ორგანიზატორობას დაიბრალებდა, ამით ბიჭების სიცოცხლეს გადაარჩენდა, მაგრამ ამაოდ. სასამართლომ კახა ივერიელის, პაატა ივერიელის, გეგა კობახიძისა და მამა თეოდორის მიმართ სიკვდილით დაჯის განაჩენი გამოიტანა. თინა ფეტვიაშვილი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
1984 წლის 3 ოქტომბერს განაჩენის სისრულეში იქნა მოყვანილი. მათი შეწყალება არ მოხერხდა. დახვრიტეს მამა თეოდორეც, რომელსაც დანაშაული არათუ არ ჩაუდენია, თვითმფრინავში კი არ იმყოფებოდა. ასე ტრაგიკულად დასრულდა ახალგაზრდების რომანტიკული სურვილი თავი დააღწია ჩაკეტილი თვლისაგან. ეს იყო გატაცება, რომელიც თვითმკვლელობის დემონსტრაციულ აქტს უფრო ჰგავდა. მათ უწოდეს ტერორისტებიც და შეიყვანეს როგორც გმირები.